აღდგა მეგობრებო ქრისტე ჭეშმარიტად გილოცავთ მეგობრებო გილოცავთ სიცოცხლის ზეიმია რა ვიცი ამ დროს ადამიანი რა ვიცი აი დაფრინავს სადაც არ უნდა იყო მანქანაში ხარ სახში ხარ თუ მთაში ხარ თუ ტყეში ხარ თუ ზღვაში ხარ ამ მოვლენას რო შეეწეფი გამორიცხულია რომ ბედნიერად და აღმაფრენა არ იცნო და რაჯობია ამას გილოცავთ და ჭეშმარიტად ვიხაროთ ამ სიხარულში და ბედნიერებაში ჩვენ კიდე ჩვენებურად განვაგრძოთ და ვინაიდან დღეს ასეთი ზეიმია მინდა საზეიმო სიტუაცია კი არის მაგრამ მაინც მინდა რაღაცა პატარა განვლო ის ცნობიერების ხაზი რასაც ქვია რას იგულისხმება ქრისტე აღდგომა სარწმუნოება და აი ამაში ერთიანობაში გავაერთიანო რა გვიხარია როგორ გვინდა და რა გვინდა და რა გვაფკოლებს ეხლა სიტყვა თქვი დაბკოლება და აი კი ვიფიქრე ხა ასეთ საზეიმო პერიოდში რატომ უნდა დავიწყო ასეთი ლაპარაკი მაგრამ მე მგონია სწორ მოქმედებას ვაკეთებ იმიტომ რომ ეს უფრო გაძლიერებისთვის გვინდა და სანამ დავიწყებ ჩვენ როგორ ვაკეთებთ მე ვიტყვი იმ ბოლო სიტყვას ბოლო წინადადებას ითით დავიწყებ ამ ჩვენ ვიდეო რგოლს სარწმუნოების თავარი საფუძველი ანუ რაზეც არის დამყარებული რასაც უფალი გვეუბნება და რასაც ღვთაებრივი სწავლება გვეუბნება არის თავისუფალი ნება რომელიც ყველა პიროვნულად ყველა ადამიანი თვითონ ირჩევს ჩვენ გვეძლება მე აი ხშირად ვამბობ ხოლმე რომ არა მარტო მე არამედ საერთოდ კამათის დროს ან რაღაცა ჭობის დროს უნდა დაულაგო ადამიანს ის საკითხები ეს თეთრი ეს შავი ეს წითელია დაულაგო და აჩვენო და უნდა დაელოდო ადამიანის რეაქციას შეიძლება სწორად მიიღოს არასწორად მაგრამ ის მისი ნება ესე იგი რითი თქმა მინდა ადამიანს უნდა მისცეს ყოველთვის თავისუფალი ნება იმიტომ რომ შენ თუ ეთქვი რომ აი მე ასე ვფიქრო და მე ვარ მართალი და ამიტომ მე ახალ მართალი ვარ ამიტომ შენ ისე უნდა გააკეთო როგორც მე შედეგზე ვერ გახვათ ამას მე კი არ ვიძახი ამას ცხოვრებას გვეუბნება ამას უფარის გვეუბნება ისე და ისე ვიმეორებ ვალაგებთ სიტუაციებს ვალაგებთ თემებს და ადამიანს ვაძლევთ საშუალებას რომ დაფიქრდეს ნუ შეიძლება რაღაცა შენი აზრი უთხრა შენი ცნობიერება უთხრა მაგრამ დააძალო არავითარ შემთხვევაში რატო იმიტომ რომ საწყისი არის თავისუფალი ნება შენ თუ ადამიანს თავისუფალ ნებას მოუჭრი და საშუალებას არ მისცემ რომ გამოუკიდებლად იფიქრო იმ ნეტარებას და იმ მათ ასე ვიტყვი ვერ მიიღებს ადამიანი და იმ ჭეშმარიტებაში ვერ ჩაეფლობა ასე რომ თქვა სანამ კიდევ ვიდეოს განვავცობ მე ვიტყვი რომ მე მჯერა მერტის არსებობის ჯერა აღდგომის ჯერა და მაქსიმალურად ვცდილობ იმ სწავლებებს და იმ ცნებებს რასაც ღვთაება და რასაც უფალი გვეუბნება შევასრულებ გამომდის თუ არ გამომდის მაგრამ პირველი სიტყვა რომ მე მჯერა ამას ნუ ყოველ შემთხვევაში მე ვიძახი წყალი არ გაუვა და რატო დავიწყე ამაზე საუბარი იმიტომ რომ ანუ ამბობს ხოლმე ქრისტე აღდგა და ჭეშმარიტად ხო პასუხია მაგრამ მე დარწმუნებულია სამწუხაროდ ბევრი ამ სიტყვას ჭეშმარიტად თითქოს აი ამტკიცებს თითქოს ღებულობს თითქოს ეჭვიანობს აი ბევრი ვერსიებია მაგ შემთხვევაში და აი ამ ჭეშმარიტების შესახებ მინდა საუბარი ჭეშმარიტების შესახებ რომელსაც ადამიანებს სხვადასხვა კუთხიდან უყურებენ ვინ არის მართალი ვინ არის მწვანე აი პარადოქსია რომ ადამიანები სულ აი ესეთ მერყევი ფიქრები აქვს ამ სიტყვის მიმართ
მოგეხსენებათ, მე თავების წარმომადგენელი ვარ, კატანია საბჭოთა კავშირში ვარ დაბადებული და მე ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც ეკლესიები დაკეტილი იყო, ახტო წიგნი ბიბლიაზე ხო ლაპარაკი ზედმეტი იყო. საერთოდ მერწე ბიბლიაზე აღდგომაზე ვისაუბრობთ. ერთადერთი თუ აღდგომა იყო ისე ძველი ხალხი რაღაც წითელ კვერცხს შეღებილ კვერცხს გამოიტანდნენ, იუჭახუნებდნენ და ეგ ამას აკეთებდნენ ისიც სოფლებში და რაღაც მიყურებულ ადგილებში, თორე ქალაქში და იმაში თქვენ გიჟები ხართ რა წითელი კვერცხი, რა აღდგომა, რა ღმერთი, რის ღმერთი და ბნელად სიბნელე და ჩამორჩენილობა ითვლებოდა. იმიტომ რომ ათეისტური ქვეყანა და დღემდე მგონი ეს მოდის მომენტებში არ იხობენ და ერთი პარადოქსია იცით ადამიანს ხო იცით როგორ გონია რომ ახანი ცხოვრობს თქვა 50-60 წელი მას გონია რომ ეს არის მთელი სამყარო, მთელი ისტორია, მაგრამ რა არის 50-60 წელი ისტორიაში და საუკუნეების გარკვეულ არაფერი პატარა ეს არის და აი ხა წეგანაც ვთქვი საბჭოთა პერიოდში იყო პერიოდი რომ ეკლესიაზე და ღმერთზე საუბარი იყო სირცხვილი, რაღაც გავიდა 20-30 წელი და ეხლა პირიქით. აი როგორ შტაბეჭდება მექნება, იცი რომ აბა ხალხო კომუნიზმი იდეალური ურთიერთობა, ღმერთი არის სიბნელე და ხალხი ჯეროდა გავიდა დრო და იგივე ხალხი ვინც იცახდა რომ ღმერთი სიბნელეა და ეკლესია ჩამორჩენილობა და ეს ყველაფერი ფარსია და ზღაპარი დღეს გამოდიან და ისინი ამტკიცებენ რომ ღმერთი ჭეშმარიტებაა და ერთადერთი გზა არის. მაგრამ გადის დრო, აი უყურეთ, გადის დრო, მაშინ ხო ინტერნეტი არ იყო, ბნელები ვიყავით და ვთქვათ ვიგზავნე. მე ვაღიარეთ ღმერთი. ეხლა ინტერნეტი გავცედა, თითქოს ინფორმაციები გავცედა და ოი საოცრება უკვე პირიქით. ეხლა უკვე არიან ადამიანები, რომლებიც იძახენ რომ ღმერთი და ეს ქრისტე ეს ყველაფერი ზღაპარია და რისი თქმა მინდა, ესე იგი რაღაცა პერიოდი 20-30 წელი ეს ადამიანების მასა მიდიან თითქოს ღმერთისკენ, მერე გავადრო, მოიცნებიან, მერე სხვისკენ მიდიან. მერე სულა აი ეს ყოველი რაღაც 50-60 წლის განმავლობაში ჩვენ ახლა რას ვეძახით, ეპოქებს ვეძახით, ეს ეპოქები ცვალებადობის დროს ეს აზროვნება და ეს მენტალიტეტი და ეს ყველაფერი იცვლება. და მერე ხედავ რომ არა მარტო შენ ცხოვრების პერიოდში, არამედ ისტორიას რო გადახედო კაცობრიობას, სულ ეს პერიოდები ტრიალებს რა. და ფიქრობ რა არის ეს რაღაცა გაუთავებელი წრე, რომელიც ტრიალებს და თითქოს ერთი და იგივეა. ხშირად აი ასეთი გამოთქმაც არის. კარგად დავიწყებული ძველი, ახალიაო. ეხლა ადამიანი ფიქრობ, ეხლა წარმოიდგინე. მე ხო მახსოვს ჩემი ბავშვობა და ახალგაზრდობა როგორ ფიქრობდი და თქვა ბევრი რაღაცა ვნახე. მაგრამ ეხლა წარმოიდგინეთ, ეხლა 10-15 წლის, 16 წლის ადამიანი, რომელიც ეხლა დაიბადა და ეხლა იწყებს. უკვე სხვანაირად უყურებს სამყაროს. ეხლა იმანაც უნდა გაიაროს და საერთო ჯამში ფიქრობ, რა არის ეს წრე, ამას რომ გაზაფხული, ზაფხული, ზამთარი წრე და მე მომენტებში ფიქრობ, თითქოს აი უსასრულო წრე არის რა. აი ასეთი რვიანი ცხვარი უსასრულობის ფორმულა. და მე ფიქრობ, აბათ ეს 100-ია და სულ ტრიალებს და ზოგი ერკვევა, ზოგი არ ერკვევა და ამ დროს უკვე ჩვენ ვიძახით უკვე მოწმე ადამიანები და სწავლება გეუბნება და უფალით გეუბნება, მე შენ ბევრ რაღაცას გაჩვენებ და არჩევანი შევზეა. ანუ მივადეკეთ იმ საკითხს, რასაც ქვია თავისუფალი არჩევანი. შეიძლება ცოტა რთულად ლაპარაკობ, ფორმატიც არ გვაძლევს, მაგრამ მე მომავალში რომ დავждებით უფრო განვავრცობ ამ თემას. თუმცა ეს ისეთი თემაა, ჩვენი არხიდან გამომდინარე, სულ ფიქრობთ ამას ჩვენ იმაში სულ იტრიალებს და ამაზე ძალიან ბევრჯერ ვილაპარაკებთ. რასთან გვაქვს საქმე, რა არის აღდგომა? აი წარმოიდგინეთ, ეს სამყარო შექმნა უფალმა და იმდენად ამ შექმნის სამყაროში ადამიანებმა იმდენი ცოდვა და იმდენი არასწორი რაღაცა გააკეთეს, ჩვენ გამოსასწორებლად თვითონ ინება უფალმა ადამიანის სახე მიიღო, ჩამოვიდა, გამოგვეცხადა, ვასწავლა, გაგვაჩვენა, ყველა კითხვაზე პასუხი გაგვცა.
რო იტყვიან ჟარგონით დაგვილაგა ყველაფერი მოგვეფერა მოგვესიყვარულა და ჩვენი ცოდვები ჩვენ ცოდვებს და ჩვენ შეცდომებს შეეწირა ამით გამოისყიდა ჩვენი ადამიანების კაცობრიობის ყველანაირი ცოდვები და გითხრა რომ აცი თქვენ მე შევეწირე ამ თქვენ ცოდვებს და იცხოვრეთ ისე როგორც მე გეუნებით და იქნებით ბედნიერები ამით გვაჩვენა ის რომ ადამიანი რა არის მოდის იზრდება შვილებდის რაღაცას ქმნის გარკვეული პერიოდის შემდეგ კვდება და ადამიანის ხუჭი სიკვდილი რა არის გეშინია რა არის ეს ცხოვრება და ამ დროს უფალი თვითონ გეუნება ნუ გეშინია შენ განვლი ცხოვრება ანუ ტირე განვლე ისე როგორც მე გეუნები და მოვა დრო და აღდგები და განაგზავ შენ ცხოვრება და თავისი მაგალითი თავისი აღდგომით აი ეს სიხარული და გვაჩვენა ეს ყველაფერი და მეტი რა უნდა ექნა ამხელა იმედი მოგწარ ამხელა იმედი და ამაზე ბედნიერება რა უნდა იყოს მაგრამ ადამიანის გონება ფიქრობს ეს ტყუილია არ არის მართალი ეს არის ზღაპრები ეს არის ჯადოქრობა ეს არის ის და მთელი ვერსიები და მე ხშირად მაქვს ნათქვამი რომ სამყაროში არის ღვთაებრივი ფიქრები და არის ადამიანური ფიქრები ღვთაება უფალი გვეუბნება რომ მომხევით ჩემი ფიქრებით იმოქმედეთ გააკეთეთ ის როგორც მე ვამბობ მაგრამ ადამიანი ვერ ისვენებს და ფიქრობს რომ ის არის ამ სამყაროს შემქმნელი და მას გონია რომ თავისი გონებით თავისი ფიქრებით იმოქმედებს და გააკეთებს იმას რაც უნდა და იქნება ბედნიერი მაგრამ გადის დრო და სამწუხაროდ ვერ ხდება და უკვე ადამიანი რომელიც მე ფიქრობ ვერ ანალიზებს ან არ უნდა ან ვიღაცაზეა დამოუკიდებელი ნუ ბევრი ვერსიებია სიტუაციაზე ან ვერ ქაჩავს ნუ ბევრი ვერსიებია არის დაბნეული ამ დროს თვითონ უფალი ბიბლიის სახით თავისი მოქმედების სახით ვესახება მაგრამ რაღაცნაირი აი ესეთი წრე არის ესეთი ჯადოსნური წრე ნუ ჯადოსნური ცოტა ესე ვიტყვი მაგრამ რა ვიცი თუ ადამიანი დაფიქრდება და კარგად ჩაწვდება ამაში არაფერი საგანგაშო და სადარდებელი არ არის იმიტომ რომ თვითონ უფალმა გითხრა წამომხევით მე გააკეთეთ ისე მე რაც გითხარი და ყველაფერი კარგად იქნება მაგრამ რეალობას რო შევხედოთ ადამიანები ფიქრობენ და ამ ფიქში გონიათ რომ რაღაცას გააკეთებენ მაგრამ რეალობაში ვერაფერს ვერ აკეთებენ და არიან ასე ვთქვათ ორომტრიაში და რა უნდა არაფერი პატარა დაფიქრება უნდა პატარა ენერგიის დახარჯვა უნდა პატარა მოსმენა უნდა მაგრამ ამას ქვია ცხოვრება მაგრამ ამათ ჩვენ ვეძახით ცხოვრებას მაგრამ ცხოვრება არის მუდმივი ცხოვრება რომელიც აგერ უფალმა იესო ქრისტემ თვითონ თავისი მოქმედებით გვაჩვენა ცხოვრება გვაჩვენა და რა გვინდა ჩვენ პატარა ენერგიის დახარჯვა ეხლა ამ ჩვენ პატარა 30-იან წუთი ვიდეო რგოში მინდა იწინააღმდეგობები განვიხილოთ რა ჩვენ ხდება მოგესინებათ მე დავიწყე თავისუფალ ნებაზია მაგრამ მე ახლა ისეთ თემებს შევეხები 4-5 თემა შევეხები რომელიც მე სხვა ვიდეოში განვავწოთ ამას და მაგრამ მოკლე სიტყვით ვიტყვი მე პლუსსაც ვიტყვი მინუსაც ვიტყვი და მე უკვე თავისუფალ არჩევას დაგიტოვებ და მე შემდეგ ვიდეოში ამას განვავწობთ პირველი ასეთი წინააღმდეგობა რომ აღდგომა ეს არის ზღაპარი და საერთოდ ვინ იყო ქრისტე და განსაკუთრებით აი მოგესალმებით ეხლა ებრაელები მე ძალიან ბევრ აქტივს ავცემ და ყველაფერი მაგრამ მე უბრალოდ შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ უბრალოდ აი ამათი ნუ ებრაელები არ აღიარებენ ქრისტეს
დღემდე იცით რომ ებრაელები ელოდებიან მესიას, ანუ მაშიას ეძახიან და ელოდებიან ამ ცხოვრების მიმდინარე ცხოვრებაში ბევრი პრობლემებია ხო თავისთავად, მაგრამ ელოდებიან იმ მესიას, ანუ მაშიას, რასაც ეძახიან და 2000 წლის წინ, როდესაც თვითონ უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა, არ აღიარეს როგორც ღმერთი და დღემდეც არ აღიარებენ. ეს მიაცნიათ ჯადოქრობად, ეს მიაცნიათ ქრისტე იყო შარლატანი, რაღაცები იცოდა და რაღაცის გულისთვის გააკეთა ეს ყველაფერი. სულ ჩემი თავიდან მინდა გავიხსენებ, ეხლა მე მოგეხსენებათ, მე მაქვს ტურისტული კომპანია, ახალი დაწყებული მქონდა და ეხლა ბევრი ებრაელები ჩამოდიოდნენ ჩვენთან და ეხლა რაღაცა წარმოდგენა მქონდა, რომ ებრაელებს არ აინტერესებს ეკლესიაში სიარული რაღაცა და ეხლა ცოტა გამხელილი ჯობს და რო იტყვიან საჭკაოდი ხოლმე რა, ეხლა მაგალითად მორწმუნე ადამიანი რო შევიდოდა ჯვარში, შვეთი ცხოველში ან სიონში რო შემხოდა, ბევრს ლაპარაკობდი და ეხლა მოგეხსენებათ ჯვარზე რო ადიხარ მცხეთაში. რო გძნობდი რომ ტურისტი იყო ქრისტიანი ან მორწმუნე ან დაინტერესებული იყო, იმასთან აი მთელი ენერგიით ხარჯავდი ისტორიას ვლებოდი, ისტორიულ მომენტებს, ქრისტიანულ ამბებს ვლებოდი ხოლმე, ძალიან ესე ვიყავი რა. მოტივირებული ძალიან პატიოსნად ვასრულებდი ან შამუშავებს, მაგრამ ებრაელები რომ მომყავდა ისე რა, მეთქი ამათ არა, ეხლა ზოგჯერ არის ხოლმე არაბები რომ მიმყავს ხოლმე, მუსულმანები რომ მიმყავს ხოლმე, მანდა ცოტა სიტყვას ვიტყვი ჟარგონს საჭკაობდი რა, იმიტომ რომ მაინც არ ჯერა და ეხლა მიდი და უხსენი ამას. და ერთხელაც ახალი დაწყებული მქონდა ეს ბიზნესი და ებრაელები ერთი ცოლ-ქმარი იყო და როგორ მახსოვს ესე იგი ოჯახი იყო, ცოლი ქმარი, ბებია, ბაბუა, ძალი და 5 კაცი იყო რა, შვილი და მეც რა ავიყვანე იქ ჯვარზე რაღაც ზერილებს მოვყევი და არ გამოდიან. გავიდა 5 წელი ხა მე როგორ არის ხო მოუყევი რაღაცა და მეთქი ცოტა იარო და არ გამოდიან. მეთქი რა ხდება, დავბრუნდი და ასეთი სახე აქვს ამ ტაძარში ტრიალებს ეს ადამიანი და მეთქი წავიდეთ მეთქი და არაო მე ვგრძნობო აქ რაღაცა არისო. მეთქი რა და ბევრს არ ვილაპარაკებ და ეხა ებრაელი იყო, მე ვილაპარაკე, შეხო ებრაელი ხარ მეთქი. ო და მეთქი რატო ის ესეც ცოტა პრიმიტიურად ვუთხარი და არა კი ვარო, მაგრამ მე ვგრძნობ რომ აქ ღმერთი ტრიალებს აი ტაძარში და მე ვგრძნობ რომ აქ ღმერთის სული ტრიალებსო და აი ეს როგორ მახსოვდა, აი მაგის შემდეგ მე უკვე მე შევიცვალე რომ არ შეიძლება ადამიანი რომ მოდის ექსკურსიაზე და შენი ნახვა უნდა იმისი, უნდა მთელი გული და სული უნდა მოუყვე იქ რა ხდება ეკლესიის დანიშნულება. პოლიცია ხო და ისეთ გამიდა ესე იგი ამ ადამიანმა ამ ებრაელმა იგრძნო რომ ეს ღმერთის ის არის და მე ვთქვა შეხო კითხე მეთქი შეხო არ ჯერა მეთქი ეს ქრისტიანობის ეკლესიაო არაო მე შეიძლება ქრისტე და თქვენი სარწმუნოება არ მჯეროდესო მე მჯერაო ღმერთისო და ეს როგორ მეთქი და აი მე უკვე გადავანალეზე და ეხლა ვიტყვი ამ სათქმესაც რისი თქმა მინდა. თავისთავად ეხლა ებრაელიავა თუ მუსულმანიავა თუ სხვა კონფესიის ადამიანიავა ჩვენ ტაძრებში მე მაქსიმალურად ვცდილობ რომ ჩვენი უთხრა, მაგრამ მე სხვა რაღაცი თქმა მინდა. სხვა რაღაცის, ზოგიერთ შეცდომები მომდის ხოლმე გრამატიკული. ესე იგი არსებობს ღმერთი თუ არ არსებობს, უკვე საითკენ წავედეთ, ხო? ეს სამყარო ღმერთის მიერ არის შექმნილი თუ არ არის შექმნილი და აქ უკვე ვეჯახებით ათეისტსა და მორწმუნეს შორის. თქვენ იცით, მეგობრებო, რა არის? ორი რაღაცა, ეს სამყარო შეიქმნა თავისთავად, რასაც ათეისტები იძახიან, ან შეიქმნა იდეის, ან ფილოსოფოსის იდეის ღმერთის მიერ, ძალის მიერ.
და ამაზე მიდის დავა, ხო? მაგრამ უყურეთ, მაინც ვერ მიდის დავა, ხო არის ასეთი თეორია, რომ რაღაცა აფეთქდა და ევოლუციის სახით კაცობრიობა და დედამიწამ დაიწყო განვითარება. მაგრამ ჩიხი შედიან ის ვიღაცას ხომ და აეფეთქებინა. და აი ეს კითხვები, აი ტრიალებს და ზოგ ჯერა ღმერთი, ზოგს არ ჯერა, იმას თავისი არგუმენტები აქვს, ამას თავისი არგუმენტები აქვს და აი ეს ტრიალებს და აქ უკვე აქ ერთობა, აი რითაც დავიწყეთ ჩვენ საუბარი თავისუფალი ნება. ჩვენ ადამიანები უსმენთ ყველა აზრებს, ყველა ფიქრებს, მაგრამ არჩევანს ჩვენ თვითონ ვაკეთებთ. თვითონ უფალით გვეუბნება, მე თქვენ არ გაძალებთ. მე თქვენ გეუბნებით როგორც არის, ეს არის წითელი, ეს არის ყვითელი, ეს არის შავი. ეს ასია, ეს ასია. ასე გააკეთებ, ასე იქნება, ასე გააკეთებ, ასე იქნება, ასე გააკეთე და მე გამოდივა და ამ დროს ერთობა უკვე თავისუფალი ნება. იმიტომ რომ თავისუფალი ნება რო არ იყოს, მაშინ უფალი მოძალადე იქნება. აი ხო არის ხომ, აი მე მაშინ დავიჯერებ ხმეს, როცა დავინახავ, როცა შემაშინებს, როცა ისა, როცა ესა და მაშინ უკვე სად არის ღმერთის თავისუფალი ნების არსი. მე ჩვენ თუ დაგაძალე და ეს გაიძულე, ხო? სიყვარული ძალით ხდება, სიყვარული რაღაცის გულით ხდება, იწხდება და აი ეგ უკვე იკარგება და აი ეგ იჭედებიან ის ადამიანები, რომლებიც იძახიან, რომ მე ძირითადად ახლა ხოიცით მეცნიერები და ისინი ლოგიკაზე არიან დამყარებული და ადამიანები აი თუ მე ამას არ დავინახავ, თუ მე ამას არ ვიჯერებ, ამიტომ მე მაგისი არ მჯერა, ამიტომ არ მჯერა მე ღმერთის, არ მჯერა ამ შენი ბნელი, თუ ეხა შეურაცხყოფ თუ ადამიანის ინტელექტი არის, შეიძლება ბნელის დაგიძახოს და ის დაგიძახოს და რისკენ მივდივარ, რომ აი აქ არის წმენის თავარი, ესე მეორდები თავარი არსი, თავისუფალი არჩევანი. აი ეს არის და აი ეს კამათები რო არის, და კამათები იმდენია, რომ ვერ გაუგეათ ერთმანეთთან და მეც ახლა წეღან უთქვი ორ მაგალითს ვიტყვი. აი მაგალითებს რა არის საკამათო და რა არ არის საკამათო და რა არის, მე კამათს კი არ ვიტყვი, არის ბევრი კითხვები, რომელიც ადამიანს ებადება და ვერ ჭრის. კამათში გადასვლა ცოტა უხეში ფორმაა, მაგრამ ბევრი კითხვებია, რომელსაც ადამიანი ვერ ჭრის. და ფაქტია, როდესაც ვერ ჭრის, რაღაცა აზრის გავლენის ქვეშ არის და მე იმასაც უკვე ანხორციელებს და მაგი გადადის კამათში. ამ კამათს ვერ მოვერიდე და კამათი ცოტა ის აზრებში, მაგრამ თავისი აზრი, ასე რომ ვთქვათ, ათეისტს და მორწმუნეს შორის არის დავა. დავაც არ მინდა თქვა, იმიტომ ჩვენი არხი არ არის ახლა ძალადობრივი აზრების სხვადასხვაობა. ეხლა ვიდეოს რო ჩავწერ, ასეთი რამდენიმე მაგალითს ვიტყვი რა. აი ებრაელები იძახიან, რომ ქრისტე არის მოგონილი პიროვნება. და საიდან იწყებენ ამაზე საუბარს, რომ მოგეხსენებათ ის მოვლენები, რაც მოხდა ჯვარზე აწმა და უფლის ასეთი წვალება, ეს ყველაფერი მოყოლილია, ესე ებრაელები იძახიან, ეს არ არის სიმართლე, იმიტომ რომ როდესაც ეს მოვლენები მოხდა, პირველი სახარება, ანუ პირველი ინფორმაცია ქრისტეს შესახებ სახარების სახით დაიწერა 35-40 წლის შემდეგ. მოგეხსენებათ მარკოზის, მათეს და იოანეს ისინი, ხო, 30-40 წლის შემდეგ დაიწერა ეს მოვლენები. აქამდე არანაირი ინფორმაცია არ არის ქრისტეს შესახებ. თუმცა იძახიან, რომ იყო ებრაელი ფაბიოს გვარი მავიწყდება ისტორიკოსი, რომელიც ეს დაწერა, მაგრამ აი არავინ არ აბობს, მაგრამ ებრაელი გეუბნება ეს არის მოგონილი ამბავი, იმიტომ რომ იმ მოციქულებს უნდოდა და იმიტომ დაწერეს. ეხლა ფიქრობ, აი მაშინ მე ახლა ჩემი მას გეუბნები, ჩემს საუბარს და თქვენ თუ გამოგადგებათ, მე ვეუბნები მაშინ თქვენ ხო გჯერათ თორას. კი, თორა მოგესენებათ, ხო, მოსეს 5 წიგნეულია, ბიბლიის 5 წიგნეული და ებრაელები ამ თორას მისდევენ, მე ცოტა გადააკეთება, გადაუკეთეს და მოსეს ამსწავლებას მისდევენ. და მოსე როდის სწავლობდა მეთქი, ვეკითხები ამ ებრაელებს. ისე როდის სწავლობდა, როდის ცხოვრობდა მეთქი და
გონი მე-14-მე-15 საუკუნეში ჩვენ წეთ აღრიცხვამდე ცხოვრობდა მოსე. და თქვენ ეს თორა როდის ნახეთ მეთქი და ყველანაირი ცნობებით ეს თორა სიტყვიერი იმით გადმოდიოდა მოსე ხო ამბობდა ეხლა არავის არ უნახია მოსეს დაწერილი ქონდეს ეს წიგნი ეს 5 წიგნი სიტყვიერი იმით გადმოცემდა და მე-4 თუ მე-5 საუკუნეში ებრაელებმა რაღაცნაირად უკვე მოაქუჩეს და დაწერეს. და შენ საიდან იცი ამდენ ისტორია მეუნება ეს ებრაელი მეთქი მე ვიცი მეთქი ხო და მეთქი ესე იგი მოსე ცხოვრობდა მე-15 საუკუნეში და მე-4-მე-5 საუკუნეში დაიწერა. მაშინ რა უყოთ იმ 10 საუკუნეს, ესე იგი მოგონილია მეთქი. მაგ რა შუაშია ისო თორაო. ის შუაშია და ეს არ არის შუაში. ესე იგი შენ იმ ლოგიკით რომ მეუნები რომ მე იმას ვენდობი და ამიტომ შენ იმას შენ რაღაც 30 წლიან იმას არის რატო ვენდობი მოგონილია მეც ხო შემილია იგივე თქვა შენ ამბავს. არა მანც ხანაერად არის. ნუ გააჩნია როგორი მოკამათე შეხვდება, რომ ესეც კაი სალაპარაკო თემაა, ხო? ჩაურტყი და შენ მაგარი ხარ მეუნებ. მაგარი რა შუაშია, ხო რეალობაა ეს. სამწუხაროდ მე შემხედრია ქრისტიანები, რომლებიც ბიბლიის ცოდნეები არიან და სრული ათეისტები არიან. აი ესეთ პარადოქსია რა, მაგრამ მაგაზეც არის პასუხი რა. ისევ თავისუფლად ადამიანის ნება ასე ფიქრობს, ისე ფიქრობს, იმიტომ რომ ის აზრი რომ ებრაელები ხო ამბობენ რომ ამას სპეციალურად იწერებოდა რომ ის ხალხიც იმართებოდეს და არის ესეთი ქრისტიანები მინახია, მიკამათია კიდევაც რომ ესო სპეციალურად ებრაელებმა შექმნეს ეს სახარებებიო ეს სწავლებებიო რომ მართვის და ის კანონები რაც სახარებაში წერე ებრაელების დაწერილია. ნუ მაგაზე შეიძლება ბევრი ფაქტები. ეხლა მეორე მაგალითზე გადავიდეთ, აი სადაც შეიძლება შეგეკამათონ ადამიანებს ჩვენ რა უნდა ვუპასუხოთ. მოგეხსენებათ რაღაცა მოვლენა რო ხდება, ჩვენ რაზე ვემხრობთ, ხო? ან წერილობით ისტორიულ ფაქტზე, ან სიტყვაზე. იგივე მაგალითი ხა გამახსენე, აი ჰომეროსი. ყველა ვიცით რომ ჰომეროსი ცხოვრობდა მე-19 საუკუნეში ჩვენზე წაღრიცხვამდე, მაგრამ ოდისეი როდის დაწერა, როგორ დაწერა, კაციშვილი არ იცის, მაგრამ ხო მაგის დაწერილია. ხო მაგის გადმოცემულია სიტყვა და მერე შეაკაკვეს. აი ესეთი რაღაცა ქრისტეს ამბებზე და აი მან შეგვიძლია მან აჯობო რა, აი მაგ დავაში თუ წავი. ეხლა მეორე შემთხვევა. ეხლა აპოკრიფები იცით ხო რაც არის? ჩვენ ეხლა ვემხმარებლებით არის აპოკრიფი არის რაღაცა ხეწელი, დაწერილი რაღაცა, ნუ არაკანონიერი ინფორმაცია დაწერილი. არის ეხლა ეკლესიას აქ რომ ეხლა ზარსიღმეებში არ შევა არის კანონიერი რაღაცა რაც რელიგიას ეხება და არაკანონიერი აპოკრიფებს ეწევა. აი მოდიშ ხარ, შედა მანქანა აპოკრიფები. ეხლა გინდა არ გინდა ეს აპოკრიფები არის. ეხლა მართალია თუ არ არის მართალი, ვირას გადაწყვიტავს, ესეც არის, ხო? ესეც არის ისტორიაში, რომ რაღაცა წერილობით ინფორმაციას კანონიერად თვლიან, რაღაცას არა, მაგრამ ნუ საერთო ჯამში მაინც რაღაცა წარმოდგენა გექნება. ეხლა მოგეხსენებათ იესო ქრისტე დაიბადა ნაზარეთში. ნაზარეთი იყო ასეთი პატარა სოფელი იუდეაში, ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც ცხოვრობდა 200 თუ 300 ოჯახი. ის დასახლება ეხლა ჩახვიდე ის არ არის, პატარა რაღაც არ არის ის დასახლება. ნუ კაი. და წამოდგინეთ ეს იესო ქრისტე ბავში იზრდებოდა ამ სოფელში რა 200 ოჯახი იყო. და იყო ჩვეულებრივი დურგალი. მამამისი იყო დურგალი და ესეც 30 წლამდე დურგლობდა. ეხლა ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობდა, დურგალი ეხლა ფიზიკური მუშაობით იყო დაკავებული. და უცბად ხდება რომ პირველად ჩვენ ხო ვიცით რომ იესო ქრისტემ უკვე 12 წლის ასაკში ეკლესიაში რომ მივიდა სალოცავში ისეთი სიბრძნეები გამოთქვა რომ ეს ნასწავლი კაცი მოსვლა ცოდნე ხალხი უყურებდა ამ ბავშვს საიდან იცის რომ ამდენი რაღაცა ეხლა მორწმუნე ადამიანები ძახენ ეს ღვთაებრივი ცოდნა ხო იმიტომ 12 წლის ბავშვი ისეთ რაღაცებს ამბობდა რომ ეს ხალხი გაკვირვებული უყურებდა საიდან იცის რომ ესო მერე გაქრა იესო ქრისტე და მე 30 წლის ასაკში გამოჩნდა
მაგრამ უყურეთ კითხვა ისმის, საიდან იცოდა ამ ბავშვმა ამდენი ცოდნა. ეხლა თან მით უმეტეს სოფიაში გაძლილი ადამიანი. აი ეს ხო ღვთაებრივი რაღაცა, მორწმუნეები მაგას იძახიან, იმიტომ ის მერთი იყო და ღმერთიდან იყო განფელი. და მე ერთ-ერთი ყველაზე კიდე გავრცელებული ისა, რომ ამბობენ, რომ ქრისტე წავიდა 30 წლამდე ხორცად წავიდა ინდოეთში, შეესწავლა, დაბრუნდა და ებრაელები მაგას იძახიან, იმიტომ რომ ასეთი ისტორიები რომ იქადაგა და ეს ებრაელების იქა მიმდინარეობები ეს იცოდა, კარგად შეესწავლა და მერე წამოვიდაო, მაგრამ მერე წავიდა ფაქტები, რომ მართლა იმოგზაურა ქრისტემ, რა ქვია, დასავლეთში, აზიაში, იქ ისწავლა, ფაქტები არ არის. მაგრამ მაგიც არ არის მთავარი, იცი? ეხლა არამორწმუნეები რას ამბობენ ხოლმე, აი გვაჩვენე მაგალითები. ეხლა ეკლესიაც რა არის, იცი? რატო პირად ცხოვრებას არ აჩვენებენ ქრისტეს? რატო პირად ცხოვრებას არ ყვებიან? როგორ ცხოვრობდა, რას აკეთებდა? იმიტომ რომ ქრისტეს დანიშნულება იყო მისია იყო დანიშნულება ღვთაებრივი უფლის ნათქვამი და უფლის აზრი განევრცო საზოგადოებაში და ეჩვენებინა ეს ყველაფერი, ეს სწავლება და ამიტომ არ არის საჭირო რომ ყველა წვიმანი ეხლა იქ წავიდა, აქ წავიდა, როგორ წავიდა და არ არის, იმიტომ რომ ადრე ფაქტობრივად ადრინდელ ძველ ხალხს ეს არც აინტერესებდა, იმიტომ რომ შეიძლება ტელევიზია, ინტერნეტი არ იყო და თავი არსი უნდა ესწავლა და რასაც ეუბნებოდნენ, იმას ჯეროდა ხალხს. მაგრამ ეხლა მე 19, მე-20 და 21 საუკუნეში ინფორმაციები რო წამოვიდა, უკვე ადამიანს უფრო ბევრი ინტერესი მოუნდა და ამიტომ დაიწყო პირად ცხოვრებაში ქექვა. მაგრამ პირად ცხოვრება ხო მთავარი არ არის, ჩვენთვის მთავარია ის, რაც გვეუბნება უფალი მთავარი და ვის საშუალებით და როგორი საშუალებით ესაა ჩვენთვის მთავარი. მაგრამ ზოგ ათეის ასეთი არგუმენტი არ აკმაყოფილებს. აი ხშირად არის ხოლმე კიდევ დავები, ერთ-ერთი მაგალითია, სასწაულებზე არის ხოლმე ლაპარაკი, რომ ეხლა ესეც სადაო ამაზე მე ჩვენც ვილაპარაკებ, სასწაულების გამო ადამიანმა უნდა მიიღოს ის სარწმუნოება და ისწავლება, რასაც უფალი გვიქადაგებს თუ არა. ნუ ესეც ძალიან ისეთი რთული თემაა, მაგრამ ეხლა ამაზე ეხლა აქ არ ვილაპარაკებ, მე განვავსებ ამ თემას და ასეთი აპოკრიფები ხო თქვი და არის მაგალითად ასეთი უკვე ცნობილია აპოკრიფები, მე-20 საუკუნეში რამდენიმე ისრაელში აღმოაჩინეს სასწაულებს უკვე 5 წლის იესოც უკვე აკეთებდა. აი ეს ხო არ არის ცნობილი და რატო არ არის ცნობილი, რატო არ ამბობენ ამას? იმიტომ რომ ის სწავლება არ ითხროს. აი რამდენიმე მაგალითია ასეთი, რომ პატარა იესო რო თამაშობდა 5 წლის ბავშვი თამაშობდა რაღაც ბუბეებს გააკეთა და სხვა ბავშვი მოვიდა ეს ბუბეები სულ დაუნგრია და პატარა იესო რაღაცა განრიცხდა, შეხედა და ეს ბავშვი წაიქცა და მოკვდა. ეს აპოკრიფებში რა წერია იმას ვამბობ. მეორე შემთხვევა იყო იესო რაღაცა ეთამაშებდა ბავშვობაში და ვიღაცა ბავშვმა ძალიან მაგრად დაარტყა, იესო განრიცხდა და ეს ამ ბავშვს დამბლა დაეცა და სულად გახდა და ასეთი ბევრი მაგალითები და ისიც ცნობილია წერია, რომ ასეთი მაგალითების გამო სოფელი შეწუხდა და მე იმას მამამის იოსებს უთხრეს, რომ გააჩერო ეს ბავშვი რა ხდებაო და გააჩერეს და მე უკვე დამშვიდა იესო და აი ესეთი რაღაცები წერია. ეხლა მე რასაც ვამბობ, შეიძლება ზოგი მეტყვის, რომ საიდან მოგაგესა და არაფერი ჩვეულებრივად შედით ინტერნეტში, აპოკრიფები აკრიფეთ და იოსეს ბავშვობა დაწერილია და აღწერილია. მაგრამ რაში ჭირდებათ ეხლა უკვე ჩვენ სწავლებას, ბავშვის ეს სასწაულების სურათ ჭირდება. სასწაულები, რომელიც ემსახურება ღვთის ჭაცდომაში და წვის მესიაში, ისინი ყველაფერი აღწერილია. წყალში სიარული, წყლის ღვინოთ გადაკეთება, ლაზარეს გაცოცხლება და ბევრი სასწაულები, რომელსაც იესო გადაგების დროს ახდენდა, ხო 30 წლიდან 33 წლამდე. და აქ ეხლა თვითონ კრებებმა და იმას გადაწყვეტეს, სულ არ არის საჭირო ეს სასწაულების გამო
გავაფშობ ის იმ დოზით არის მოცემული, რაც საჭიროა წმენისა და სამყაროს შეცნობისთვის. ეს არის ცნობილი. აი ძალიან ბევრი ასეთი საკითხებია. მე კიდევ განვავცობ სხვადასხვა თემებს ალბათ მომავალში. ეხლა ცოტა ეს ფორმატი არ გვაძლევს ამას და ფაქტია რომ ათეისტები და მორწმუნეები ასე თუ ისე დაობენ. ჩვენ მორწმუნეები ჩვენ არაფერს არ დავობთ. ჩვენ ვღებულობთ იმას როგორც არის, მაგრამ როგორც არის და როგორც ბევრს ეს არ აკმაყოფილებს. მაჩვენე, დავინახავ, მერე მივიღებ. ერთი ასეთი დავა კიდევ ალბათ შეიძლება შეგხვდეთ კიდევ მეცხოვრებაში, აი მუსულმანებთან მე მქონია კამათი არა, ნუ ეხლა მე ის ხოვიდე კამათს არ ვიძახი და აი მაგალითად მე რატო უნდა ვიჯერო ის ღმერთი, რომელიც დადიოდა საჭირო ოთახში. აი როგორ გიდგება, ხო? მეთქი რა შუაშია, ხო? აი ყველა მხრიდან გიდგება და ამისთვის უნდა ყველაფერს პასუხი და პასუხიც არის აი წმენა და საბოლოო ჯამში რა არის იცით აი მორწმუნეები როგორ ვიძახით ხოლმე რომ შენ თავი გული და იმით შეიცნო და ეხლა ფაქტები და სასწაულებით ის თავარი არ არის და ერთ-ერთი ყველაზე ძალიან თავარი არგუმენტი ღმერთის არსებობის და რწმენის სიძლიერის არის მე წინა ვიდეოშიც გითხარით ღმერთის არსებობის დამამტკიცებელი საბუთი რა არის? არის სიყვარული, არის ზიზღი, არის გაბრაზება, არის აღფრთოვანება, არის ემოციების გამოხატვა. ეს ხო ყველა ხო აღიაროთ ხო არის, მაგრამ გვინახია, ხელი მოგვიკიდია. შევხებივად, არ შევხებივად, მაგრამ ჩვენზე მოქმედებს. აი ასეა უფლის წმენაც და ამას გვეუბნება და ისევ და ისევ ვიძახი რომ თავისუფალი ნება ძალიან ბევრი ვარიანტებია, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ უფალი კაცმოყვარია და უყვარს ადამიანი, ის არ გაიძულებს, ის გაძლევს თავისუფალი ნების თავისუფალ არიას, ანუ თავისუფალ ნებას. აი აქედან გამომდინარე ბევრი სალაპარაკო თემა გვაქვს და მე და ვერსიები რაც უნდა ბევრია, კარგი, ცუდი, მრავალფეროვანი ვერსიები ძალიან ბევრია, მაგრამ ჩვენმა და წმენის თავისუფალი და თავარი არსი, თავისუფალი ნება. თავისუფალი ნებიდან გამომდინარე მე პირადად ვჯერა, უფლის მე პირადად ვჯერა ქრისტესი და რა თავარია ჩვენში უნდა იყოს უფალი და ქრისტე და ღმერთი და რაში გამოიხატება ის ჩვენში ყოფნა? ჩვენი საქციელით, ჩვენი მოქმედებით, ჩვენი სიტყვა პასუხით. მე ვიძახო ღმერთი ვჯერა, იმის ჯერა და ვიქცეოდე ცუდად, ვიღაცას ჩაგრავდე, ვიღაცას პარავდე, ვიღაცას ვანადგურებდე, ის ღმერთი არ არის. ამიტომ ჩვენში რო არის ღმერთი, ჩვენი საქციელი, ჩვენი მოქმედებით, ჩვენი სიტყვა პასუხით და აჩვენოთ და განვავშით. მით უმეტეს ეხლა ადამიანი მაინც არასრულყოფილია ემოციებზე და ათას რაღაცაზეა დამოკიდებული და თვითონ უფალი ჩამოვიდა ჩვენი ცოდვები შეეწირა და გითხრა იცხოვრეთ ისე როგორც თქვენ როგორც მე გასავლითო და იქნებითო ბედნიერები. აქედან გამომდინარე ქრისტე აღდგა მეგობრებო ჭეშმარიტად და სულ ქრისტეს და უფლის გზით ვევლოს. განაჩენი რა ვიცი ხა დაგემშვიდობეთ ცოტა ისეთი ვიდეო გამოვიდა შეიძლება ცოტა არეული ვილაპარაკე, მაგრამ მგონი სათქმელი თქვი. ღმერთია ჩვენთან, გაგიმარჯვოთ და იმედია შევხვდებით მომავალ საინტერესო ვიდეოებში და ნენელა რას ვაკეთებ. იქიდან გამოდიო ფიქრობ მივიდივარ მე ჩემ აზრებს გაგიზიარებთ, მე კომენტარებსაც მოусმენთ და ვიმეგობროთ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ და განვოთ ეს ლამაზი მშვენიერი სამყარო. აბა მომავალ შეხვედრამდე იმედია შევხვდებით მომავალ საინტერესო ვიდეოებში. ქრისტე აღდგა, ჭეშმარიტად.